შესასწავლს, დავასწავლეთ მოგილოცოთ. გმირების ისტორიებს და ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნის სამახსოვროდ პატრონის რომ აი ამ დროშის ამიტომ გავყიდეთ და მის თვალ ჩახედეთ ჩვენ და სულ ხელის გულზე გავყავით და მარდები აი ასე ჯარისკაცებმა გამოგზავნეს ეს წერილები ბავშვების წერილები საპასუხოდ, სადაც გამოხატული იქნა სხვადასხვა თბილი სიტყვებით ის მდგომარეობა, ის ხარდაჭერა, თუ რას გრძნობენ ჯარისკაცები, როგორ გრძნობენ ამ თანადგომას თითოეული საზოგადოების წარმომადგენლისა, კერძოდ ბავშვებისაგან. ვთვლი რომ წარმატებული არის ეს პროექტი იმის გამო, რომ უფრო დაახლოება ხდება სამხედროების საზოგადოებრივ წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდით ჩვენი ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების სახელით თითოეულ ბავშვს, მათ ოჯახებს ამ თანადგომისათვის. ჯარისკაცებმა ბარათებთან ერთად გამოუგზავნეს ჩვენს მოსწავლეებს თავიანთი ავტოგრაფები დამშვენებული საქართველოს სახელმწიფო დროშა. ჩვენ ამ დროშის და ჯარისკაცების შესახვედრად საგანგებოდ გავამზადეთ ევროპის კაბინეტი, სადაც დაიდებს ეს დროშა ძალიან საპატიო ადგილს ჩვენ სკოლაში და გახდება ჩვენი სკოლის განუყოფელი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ეს ხელს უწყობს ქართული ჯარის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მათში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჩვენი გმირი ჯარისკაცებისათვის, როცა ისინი თავისი ქვეყნიდან, თავისი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების მიერ გრძნობენ ხარდაჭერას და გვერდში დგომას. ჩვენ ამ წერილებს ჩვენი გულები გავატანეთ, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში მშვიდობა იმისთვის, რომ ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრობთ და ძალიან დიდი შემართებით გავაგზავნეთ ეს წერილები. როდესაც ამ წერილებს წერდი, მეგონა რომ მეც ერთ-ერთი ჯარისკაცი ვიყავი და ის დავწერე, რაც მინდოდა რომ სხვისგან მივიღო. მე მივიღე ძალიან წერილი ჯარისკაცისგან და ეს ძალიან მომეწონა. ამას მთელი ცხოვრება შევინახავ და არასდროს დამოვიწყე. ამ წერილების გაგზავნა ჩემი კლასელებს ბიძა ჩემის გმირობა შთააგონა და მე ძალიან გახარებული ვარ ამ დღეს და წერილები რომ მივიღეთ, ისე ორმაგად გამიხარდა ეს ყველაფერი.